Ex-პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებიდან 2 დღის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადებით მიმართავს. არავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება წარმოშობს ლეგიტიმურ წუხილს პოლიტიკურ ანგარიშის სწორებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჯერ ისევ სუსტია. სასამართლო არასოდეს არ ყოფილა ისეთი თავისუფალი და ისეთი დამოუკიდებელი საქართველოში, როგორიც არის იგი დღეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგიდან გამოეხმაურა. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველო ასრულებს პარტნიორებთან დადებულ პირობას და ახორციელებს რეფორმებს, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. განვიხილავთ როგორც რჩევას, იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით არის მყიფე. მართველი პარტიის წევრები კი ამტკიცებენ, რომ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან კავშირი არ აქვს. დაუკითხავთ უამრავი პრეზიდენტი, მსოფლიოში გავიხსენოთ სარკოზი, ბერლუსკონი, ბატონი შირაკი, კიდევ უამრავი. აქ ლაპარაკი არ არის ვინმეს დაპატიმრებაზე, დაკავებაზე. უბრალოდ პროკურატურას აქვს კითხვები, რომელზედაც მას სურს მიიღოს პასუხი ბატონი სააკაშვილის. ოპონენტებს არ ეთანხმება საპარლამენტო უმცირესობა. ნაციონალური მოძრაობა ვარაუდობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ აბსურდული და უპასუხისმგებლო რეაქციების ნაცვლად უნდა მოусმინოს საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, შეერთებულ შტატებს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ესტონეთის პრეზიდენტს და მრავალ სხვას. და არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის მომავალი საკუთარ ბოღმას და პოლიტიკურ ანგარიშწორებას. ოპოზიციის კრიტიკას ექსპერტების ნაწილი იზიარებს. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა გამოეძახებინათ. ყველაზე ნაკლებად შესაბამისი დრო რომ იქნა მონახული ამ ესე იგი დაბარების პროცესის გასამჟღავნებლად, ესეც ფაქტია. რასაკვირველია, სჯობდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტი გასული იყო, სჯობდა მოგვეწერა ხელშეკრულებაზე ხელი ასოცირების შესახებ და სად წავიდოდა სხვაგან სააკაშვილი. მე ვფიქრობ, უბრალოდ ეს გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით. ჩემი აზრით, საგარეო უწყებამ უნდა დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მთელ რიგ საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან სააკაშვილი არ არის დაკითხული. უკვე ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი 27 მარტს თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს. იურისტების თქმით, მოქმედი კანონმდებლობა მოწმეზე ძებნის გამოცხადებას არ ითვალისწინებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საგამოძიებო მოქმედებები იმ ქვეყანაში ჩატარდეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. იმასთან დაკავშირებით, რომ ის მოწმეა და არ ცხადდება, ძებნა ვერ გამოცხადდება. ძებნა ცხადდება ბრალდებულის მიმართ. მასზე შეიძლება გავრცელდეს იძულებითი მოყვანაც. მაგრამ აქ პრობლემა არის ის, რომ ბატონ მიხეილი არ იმყოფება საქართველოში. აქედან გამომდინარე, მისი იძულებით ჩამოყვანა უცხოეთიდან ამას უკვე აღარ ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი მთავარმა პროკურატურამ დაკითხვაზე 2 დღის წინ დაიბარა. გამოძიება სააკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვას 10 გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე გეგმავს.